დილას 7 საათზე მოვედით რომ გავაღეთ, იქიდან დაიწყო აი ეს გვერდზე მაღაზია არის, იქიდან დაიწყო მოვიდა ბოლომდე წავიდა. ზარალი ძალიან დიდი არის. ძალიან დიდი არის, ო. შენ რა ვიცი ამ ფელა რა ეგ არის ჩვენ მაღაზია, აგ არის მეორე, სულ არაფერი. სულ დაახლოებით რამდენი ადგილი არის სამწუხაროდ? ეხლა რა ვიცი, ქალბატონო, ეხლა რამდენი ვიცი არ ვიცით, ეხლა უნდა ნახოთ საბუთები და რაღაცები, აი აგერა თვითონ ხედავ, ხო ჩანს. კონკრეტული მიზეზები არის რამ გამოიწვია იმ მაღაზიაში? ამ მაღაზიაში რა ვიცი, ეხლა დაახლოებით რამდენი იქნება, ეხლა 1500-მდე აქ არის, ეს 200000-მდე იქ არის. აი აგერა ამ ქალბატონის მაღაზია ეგ არის. აი ეს არის ჩვენი მაღაზია, 22 მაღაზია. 22 მაღაზია ეს არის, ხო, 21-ში ეს არის. აი იქიდან დაიწყო, მოვიდა ისე პირდაპირ. აი სადღაცა 5 თვით იყო 800. ხო, მალე მოხდა სხვა მოვიდა, ხო. თავის დროზე თუ მოდიოდა ბაზარნიკები შეიძლება და გაშერდებოდა. არ მოვიდნენ თავის დროზე. ძალიან ვიზრო აშენებულია რიგები და ვერ შედის. აი ასეთ შემთხვევაში ას მანქანა შედის, ას დახმარებები შედის, ვერა. ხო და ეს არაფერი ვერ ვიშლებთ. აი ასეთ შემთხვევაში. ყველაში ნიკეთას მოხდა და ასეთ ვერ საიდან ვერ შემოდიოდა მანქანები სულ, საღალდრო მანქანები. იმიტომ სულ დაიძო. აი შეიძლება და ერთ მაღაზია დაიძება და ჩაქრავდება, მაგრამ არ არის ვიზრო არის. ძალიან მანქანები ვერ შემოდის. ზარალი არის ხოლმე რამდენი? აი 20000 $-მდე იქიდან ძილის მაღაზია და ის სულ დაიძა. 20000 $-მდე თავარი ჰქონდა. გამოძახება იყო 7 საათსა და 4 წუთზე საგანგებო სიტუაციებში შემოსული. პირველი მანქანა არის მოსული 7 წუთში. მოსვლისას იყო ღია ცეცხლი ამ რიგში. იყო ძლიერი ქარი, რომელიც უშლიდა ხელს ქრობას, მაგრამ ხანძარი ლოკალიზირებული იქნა დაახლოებით 20 წუთში. ახლა ამ წუთას ლიკვიდირებულია, დამწვარი არის დაახლოებით 600-700 კვადრატული მეტრი და ჯიხურების რაოდენობა დაახლოებით 25-26. ამ წუთას მუშაობს სათადარიგო ორგანოები, ადგენენ ზარალს და რაოდენობას თუ რამდენს შეადგინა ზარალმა. მუშაობს კრიმინალური სამსახური და გინდება სავარაუდო მიზეზზე ვიცით ალბათ ელექტრომეურნეობა, მაგრამ კონკრეტულად კრიმინალური სამსახური მუშაობს და დაადგენენ ხანძრის მიზეზებს. ქონება სასაქონლო მარაგები დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია უნისონში. ამ ეტაპისთვის ზარალების დარეგულირების მენეჯერი გამოძახებულია. როცა გამოცხადდება ადგილზე, მერე უკვე წავა პროცესები, რომლის მიხედვითაც დაითვლება ზარალი და მოხდება შესაბამისი რეაგირება. სადაზღვევო პოლიციის პირობების მიხედვით შესაბამისი ლიმიტებით ყველა საუნას გაუხდება ზარალი.